მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. გავწმინდოთ აკალობა. და კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ყურებისთვის, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ YouTube-ის ალგორითმის მიხედვით, რაც უფრო, დამილაიქებთ, კომენტარს მომწერთ, სხვასაც ექნება საშუალება უყუროს და გაიგოს ბევრი საინტერესო და კარგი რამ. ეხლა მე ყოველთვის ვშლი ხოლმე პირად ურთიერთობებზე, ხო? მაგრამ დღესაც, რა თქმა უნდა, პირადზე გავშლი და ჩვენთვის საინტერესო თემებზე, რა თქმა უნდა, მაგრამ დავიწყებ ასე, ჯერ. სამყაროს კანონის დებულება. პირველი. ნუ რასოდეს, ეცდები სხვის გამწარებას და სხვისი რამის წართმევას, სხვის ცხოვრებაში ჩარევას და სხვის გაუბედურებას. რატომ? სხვის უბედურებაზე შენ ბედნიერი ვერ იქნები, სამყარო ამბობს. შემდეგ, ყოველთვის უნდა ეცადო დაიცვა ბალანსი, როგორც სულიერებაში, ასევე მატერიალურში. და ადამიანებთან, რაც მთავარია, იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ უმრავლესობა არის ძალიან გაბოროტებული, ზოგი საერთოდ დაცემული, შეიძლება ითქვას და ჩაფლული მატერიალიზმში და ასეთ ადამიანებთან უბრალოდ არც ღირს საუბარი და რამე სათნოებაზე, სიკეთეზე და სიწმინდეზე საუბარი, როცა პირუტყვიც კი დღეს უფრო მაღლა დგას, ვიდრე ის დაცემული ადამიანი. შემდეგ ხდება სამყაროს შეცვლა ტოტალური ყველა ფრონტზე. დედამიწის ენერგიები, ვიბრაციები, იგივე ეს სინოპტიკური, რო იტყვენ, ამინდის მდგომარეობა, ხო? ძალიან იცვლება და რაც იყონა წინასწარმეტყველები და რასაც ამბობდნენ, ნელ-ნელა ყველაფერი უნდა გაიწმინდოს. თვითონ დედამიწა, მას ბევრი სახელი აქვს, გაია, ტერა, სხვადასხვანაირად უწოდებენ, მაგრამ ეს პლანეტა არის ცოცხალი. აქ ყველა სულიერ მშვენიერი არსება ცოცხალია, როგორც ბალახი, მცენარე, ხე და ასე შემდეგ, ყველაფერი ცოცხალია. და თვითონ ამ პლანეტას, ამ დედამიწას აქვს რესურსი, როცა ძალიან ბევრი ნეგატიური ენერგია გროვდება ამა თუ იმ ქვეყნებში, ქალაქებში, რეგიონებში, ხო? თვითონ იწყებს გაწმენდვას და ეს არის, რა თქმა უნდა, უკვე სტიქიური გაწმენდვა, რასაც ვერანაირი და ვერაფერი ვერ შველის. ის, რასაც ახლა ხელოვნურად აკეთებენ, ეს კიდე სხვა თემაა. მაგრამ არსებობს ღვთიური კანონი და სამყაროსეული კანონი, რომელიც უბრალოდ არ შეიძლება რომ დაარღვიო. თუ დაარღვევ, საამისოდ პასუხს მოგთხოვენ და ეს ძალიან მწარე იქნება. ძალიან ბევრმა არ იცის შეიძლება სამყაროს კანონები, მაგრამ 10 მცნება ხო იცით? ხო იცით 10 მცნება, ასე თუ ისე ერთხელ მაინც ხო წაგიკითხავთ. ხო და გასაგებია რომ ძნელია 10 მცნების დაცვა, მაგრამ რომ შეეცადო უბრალოდ. შეეცადო და არ დაარღვიო, ესეც უკვე მიღწევაა დღეს. და რა თქმა უნდა დავიწყებ იმით, პირველ რიგში, უარყოფითად ახლა არავისი არ მინდა საუბარი, ვინც ახლა მისმენთ და გინდათ ხოლმე ჩემი საუბრის მოსმენა, ასე ვთქვათ, და მთხოვთ, ხო, რომ ვისაუბრო რაღაცებზე, ზოგს არ უნდა. და პირდაპირ კარტის გაშლაზე, მაშინ გადაახვიეთ, როცა გავშლი კარტს, მაგრამ პირველ რიგში ის, ვინც დღეს რამის არასწორად, არაკანონიერად, ამ შემთხვევაში მე
მხედველობაში მაქვს სამყაროს კანონები. სჩადის, ხო, არაკანონიერად და არ ღვევს, ძალიან ცუდად წაუვა საქმე. არავის არ ვაშინებ და კიდევ ერთხელ ვიძახი, ყველას თქვენი თავისუფალი ნება გაქვთ და თქვენი ცხოვრება გაქვთ. მაგრამ უბრალოდ ხას უსვავ. ძალიან ცუდად, ჯერ ერთი არ დაიმალება ის არაფერი, ყველაფერი. თუ ადრე შეიძლებოდა რამის მიჩქმალვა, მოჩქმალვა, კიდევ ერთხელ ვიძახი, გამოძრომა ეხლა აღარ. მერწყულის ეპოქაა. პლანეტები აეხლა დედამიწაზე, ნახეთ, ისე ეწყობა, რომ აქ მიდის პირდაპირ სულიერებაზე. ანუ გვინდა თუ არ გვინდა, ყველა ასტროლოგი, ყველა ეზოთერიკი, ყველა მცოდნე, მეცნიერებიც კი აღიარებენ. თუ სულიერებაში შენ არ, ესე იგი, შეხვედი რაღაცნაირად, არ გამოიმუშავე, არ გახდი ემპათიური, არ გახდი, რაც არის, ხო? 1000 ჯერ მithქვამს, დაბალ ვიბრაციაში მყოფ ადამიანებს გაუჭირდებათ, იმიტომ რომ თვითონ დედამიწა ადის მაღლა. და აქ უკვე ის მოტყუება, ის რაღაცა მიჩქმალვა, მოჩქმალვა, არაკანონიერი ქმედება, ცბიერი, რო ხარ ადამიანი, იქ ვიღაცას ატყუებ, იქ რაღაცას გინდა რომ რაღაც ვიღაცისგან გამორჩენა გქონდეს, ეს მანკიერება, ეს სიბნელე, ხო და ეს ჭუჭყი აღარ დაიმალება, ყველაფერი გამომზეურდება და იმ ადამიანებს მივმართავ, ვინც ასე ცხოვრობს, ხო? მათთვის არის ეს ცუდი. მათთვის, იმიტომ რომ აღარ მოგცემენ შანსს. ნახეთ, კარმა იწმინდება ეხლა. აი ამ მერწყულის ეპოქაში და ის როცა ხდებოდა რეინკარნაცია, ხო? და აძლევდნენ სულებს იმის საშუალებას, წმინდა მამებსაც აქვთ ნათქვამი, რომ შეიძლება 9 ჯერ მოავლინოს სული, რომ გამოსწორდეს და თავის შეცდომები, თქვათ, დაშვებული წინა ცხოვრებიდან გამოასწოროს და უკეთესობისკენ წარმართოს ცხოვრება, რომ კარგ ადგილას მოხვდეს. აგზავნიან, ხო? აგზავნიდნენ. ეხლა ასე აღარ იქნება, იმიტომ რომ უკვე მოახლოვებულია ის სამსჯავრო, რაზეც გვაქვს ასე თუ ისეა წარმოდგენა, წაკითხული, გაგებული და ასე შემდეგ. და იმ სამსჯავროზე უკვე მოხდება ტოტალური გადანაწილება და დამთავრებულია, რომ იტყვიან, ხო? გეტყვიან, რომ შენ დგახარ იქ, შენ დგახარ აქ. მორჩა. მერე უკვე როგორ და რანაირად ღვთის კომპეტენციაა. მაგრამ ეხლა უკვე ამ კულმინაციაში ვართ შესულები. და ის ყველა მანკიერი ადამიანი, უბრალოდ მე მეწოდება, გესმით, იმიტომ რომ თქვენთვის არის ცუდი. თქვენთვის, თქვენ უგონიათ, რომ ეხა რაღაცა სარგებელი გამო, რაღაცა პირადი ინტერესების გამო, რაღაცა მოტყუების გამო, რაღაცა გამოძალვის გამო და დროებით, ესე იგი, ეს შეგრჩებათ? არა ბატონო. არავითარ შემთხვევაში. ყველაფერი არის დაფიქსირებული. ყველა თქვენი მოქმედება, ჩვენ თუ არ ვიცით, ხო? ღმერთმა ყველაფერი იცის, ჩვენმა მფარველებმა იციან, ხედავენ, ყველაფერს ხედავენ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს დღეს, რომ ფიქრებიც კი გააკონტროლო. არათუ საქციელი, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე, როგორ გითხრათ, გამოფენილია. მე ვიძახი მაღალ იერარქიაში. და ეს უბრალოდ ისე, რჩევა იყო და შთაგონება, ასე ვთქვათ, ჩემი მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, ვინც ესე მანკიერად იქცევა. ეხლა ვნახოთ დღევანდელი დღის ენერგიები, პოზიცია იქნება 2 და შემდეგ მივყვები დასტას. The Gilded Tarot card, ცირო მაჩეტი ავიღე ესეთი დასტა და ვეკითხები დღევანდელი დღის ენერგიებს. როგორია?
დღევანდელი დღის ენერგია. დღევანდელი დღის ენერგია. იქნება ორ პოზიციაზე, დავდებ, თქვენ აირჩიეთ, ან მოусმინეთ ორივეს. აი ეს. პირველი ამეთვისტო, მეორე აი ესეთი მიწიერი ქვა. თუ ჩანს არ ვიცი. პირველი მეორე. აი ესე დავდებ და თქვენ აირჩიეთ დღევანდელი დღის ენერგია, ან პირველი, ან მეორე, ან რა ვიცი, ორივეს უყურებთ. ნახოთ ახლა პირველი ვარიანტი. გადასარევი კარტია პირველ ვარიანტთან ენერგიები მოდის, რო იტყვიან ძალიან კარგი, დადებითი. აი დღეს კმაყოფილი იქნებით თქვენი საქმით, თქვენი სიტუაციით, თქვენი ცხოვრებით, ანუ დღეს გეუბნებათ, დღევანდელი დღის პროგნოზი გეუბნებათ, რომ შეგიძლიათ იფიქროთ რაღაც მატერიალურზე, რაღაც საქმეზე, რაღაც ბიზნესზე, ბიზნეს პარტნიორით შეიძლება გამოჩნდეს. თუ გაქვთ რამე გეგმა, რამე იდეა შეიძლება მიაწოდოთ, იმიტომ რომ აი დღეს კმაყოფილი იქნებით რა მთლიანად, ანუ მთლიანობაში ამოვიდა ძალიან კარგი კარტი. კმაყოფილი იქნებით არა მარტო თქვენ, არამედ თქვენი სამუშაოთი, საქმით, რა ვიცი, რასაც აკეთებთ, იმით სხვებიც, ანუ პოზიტიური დღეა პირველი ვარიანტისთვის, მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტს ამოვიდა ბალანსი, ანუ რაღაცა მომენტში თქვენ ბალანსი დაარღვეთ. ეს არის პირადი ცხოვრება თუ საქმე თუ იგივე სულიერება და ეს მატერიალური ცხოვრება, ხო? და აქ ეხლა არ ვიცი მე რაში ხართ ჩაძირულნი, მაგრამ ახალ დასაწყისს გაძლევთ სამყარო და გეუბნებათ, რომ დღევანდელი დღის ენერგიები როგორია. კი დაგერღვათ ბალანსი და გეუბნებათ სამყარო რომ უნდა დააბალანსოთ და ყოველთვის ბალანსი უნდა აირჩიოთ, ხო? გაწონასწორება, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალი დასაწყისი და აი როგორ გითხრათ, იგივე ეს ენერგია მოდის, აი როცა ხარ შენი თავის გამგებელი, ბრძანებელი და გაქვს შემოქმედებითი პოტენციალი. რაღაცა ნიჭით დაჯილდოებული ხარ და გეუბნებიან, რომ შენ რო დაარღვი ეს ბალანსი, მოდი რა, ეხა აი შემოქმედებითი ნიჭი ხო გაქვს, პოტენციალი გაქვს და ჩართე. ანუ ჩართე შენ ცხოვრებაში ეს გამოგადგება, ახალი დასაწყისი დაიწყო შენი შემოქმედებითი პოტენციალი და შემოქმედებითი პოტენციალი არის ის ნიჭები, რაც ჩადო მამაზეციერმა შემოქმედმა ჩვენში, ეს ძალიან ბევრი რამეა. არ ჩამოუთვლი, მაგრამ აი რჩევა ესეთი. მოკლედ, ეხლა ეს დავამთავრე და ვეკითხები, აბა რჩევას, რას ურჩევენ პირველ და მეორე ვარიანტს. ახალი დასაწყისი იქნება, კი ბატონო, მეორე ვარიანტი. რა რჩევა იქნება პირველი ვარიანტისთვის, რა რჩევა იქნება მეორე ვარიანტისთვის. პირველი ვარიანტისთვის რჩევა არის, რომ სამართლიანად მიყევით თქვენ ცხოვრებას და მოდის ახალი დასაწყისი. იყავით სამართლიანები, ანუ აქ the justice, ან თუ რამე გაქვთ იგივე იმაში რა ქვია, აი ესეთ სახელმწიფო დაწესებულებასთან, რაღაც საბუთებთან და რაღაცა ესეთ მოკლედ რაღაცა შანსს გაძლევენ. და მოქმედებას გეუბნებიან, რომ შეგიძლია იმოქმედო, დაიწყო. მაგრამ თან გთხოვენ, რომ იყოს ამართლიანი, ანუ მართალი ადამიანი ყოველთვის გამარჯვებულია. გასაგებია, რომ ბევრს არ მოწონს, არ უყვარს და წინს სიმართლე, მაგრამ ღმერთმა ნახეთ რა თქვა, მე ჯერ სიმართლე ვარ და მერე სიყვარული. და როცა ხარ მართალი შენ თავთან, შენ ირგვლივ ადამიანებთან, ხო? ყველგან გზა გახსნილი გაქვს. აი ქვას გატეხავ შენი სიმართლით. ასე რომ ძალიან კაი კარტია პირველი პოზიციისთვის და მეორე პოზიცია.
რჩევა არის ოჯახი, ჰარმონია, ძალიან ბევრს მუშაობთ მეორე პოზიცია და აქ არის რომ თქვენ საყვარელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება ასე ვთქვათ, დაუთმოთ. გასაგებია, სამსახური და ფული და ეს ის რესურსია ყველას რო გჭირდება. დიახ ბატონო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ჩვენი ოჯახი, ჩვენი საყვარელი ადამიანები და მათ ყურადღება სჭირდებათ ჩვენგან. ანუ აქაც ნახეთ, ისეთი მომენტია, რომ შეიძლება ხარ მარჩენალი, მაგრამ მოდი რა. შენი სიტყვა, შენი ტკბილი სიტყვა, შენი ყურადღება უფრო მნიშვნელოვანია ეხლა ამ მომენტისთვის და მართლაც ასეა. ეხლა ვნახოთ ერთმა მომწერა. არაკეთილ მოსურნე ადამიანებს, ხო? და თუ არიან ესეთები თქვენ ცხოვრებაში, იგივე კონკურენტები, არაკეთილ მოსურნეები, რა ვიცი, უამრავია ეხლა ვერ ჩამოვთვლი, იცით რომ ძალიან ბევრი ადამიანია დღეს ასეთ საცოდავ მანკიერ მდგომარეობაში შეიძლება ითქვას, რაც ზნედაცემულობაა ჩემი აზრით და მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როცა აი ესე რადიკალურად იცვლება სამყარო და უკვე ყოველი სიტყვა უკვე ძალას ფლობს და მატერიალიზდება, არა მარტო სიტყვა, არამედ ფიქრებიც კი და ჩვენი ყოველი სიტყვა აღრიცხულია და ისმენენ და აი ამ დროს, აი ამ სიტუაციაში, ხო? შენ როცა მანკიერი ხარ, წარმოიდგინე რაც მდგომარეობაში ხარ, როცა დედამიწაც კი ადის მაღალ ვიბრაციებში, მაღალ სიხშირეებში და შენ ამ დროს ხარ აი ქვემოთ, ძალიან ქვემოთ, აი ძალიან უჭირს ასეთ ადამიანებს. მე ვერ გადმოვცემ იმ ტკივილს. ყველა ფრონტზე პრობლემა აქვს, როგორც მატერიალურის, როგორც ოჯახში, როგორც ურთიერთობაში, შვილებთან, აი ყველგან. ესეთი ადამიანი არის სულ ვალებში, შეიძლება ავანტყოფობაც სჭირდეს ისეთი რა, ეხლა ჩაწოლილი არ იყოს, მაგრამ ფსიქონერვული, არ იყოს ადეკვატური, სულ გაღიზიანებული, სულ უკმაყოფილ, აი ესეთი ადამიანები, აი სურაც ხატა უბრალოდ რომ იცოდეთ, ძალიან გაუჭირდებათ და უკან წაუვათ მათ საქმე და მათთვის არის ძალიან ცუდი, უნდა შეგვეცოდოს ეგენი და აი ეხლა როგორ მდგომარეობაში არიან ვისაც არ უხარია რა ჩვენი კარგი, ან უნდოდა ჩვენი დაზარალება, ან კონკურენტია, ან რა ვიცი რა შვებოდა, ღმერთმა ხო იცის არა. აი როგორ მდგომარეობაში არიან ჩვენი მოწინააღმდეგეები და ჩვენი არაკეთილ მოსურნეები, პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. აირჩიეთ. პირველი. მეორე. და ვნახოთ ახლა რა მდგომარეობაა მათთან, რა ხდება. და მე რაც ვთქვი, ეს ყველაფერი ასე იქნება მათზე, ანუ ვიცახი, მე არ მიხარია, მათი ცუდად ყოფნა ნამდვილად, მეწოდებიან, იმიტომ თვითონ არიან ესეთები. თავიანთ თავებს დაუშავეს. ტოტალური წასვლა აქ პირველ ვარიანტს ნახე. წარსულიდან რაღაც სიტუაცია, გადასახდელი, ვალები, წამოსული და გამოსავალს ვერ პოულობს, სტაგნაცია სრული, გაჩერება, დაშორება, პირადშიც არეული აქვს ამ ადამიანს და ეს კარტი არ მიყვარს და რატომ? მე არ ვიცი ვის როგორ აქვს დაცდილი. კიდევ ერთხელ ვიცახი, ყველა ტაროლოგს აქვს თავისი სისტემა გაშლის და თავისი დაპრაქტიკებული რო იტყვიან, ხო? აი მე როცა აი ამ კარტს, კიდე სხვა კარტებთან ერთად, ხო? რო ამოდის, მე შინია ხოლმე, იმიტომ რომ ახლო წარსულში მამა რომ მყავდა ცუდად, მოულოდნელად გახდა ცუდად და აი ეს კარტი რო ამოდიოდა, სხვა კარტებთან ერთად ოღონდ. როცა
შენ თავზე ან შენ საყვარელ ადამიანზე, ოჯახის წევრზე შლი, ანუ გიჭირს, იმიტომ რომ ემოცია გაქვს. ნახეთ, მე არ მიჭირს სხვა ადამიანზე, იმიტომ რომ ცივი გონება მაქვს. და ვეუბნები პირდაპირ, მაგრამ შენ თავზე, შენ საყვარელ ადამიანზე, გარკვეული ემოცია გაქვს და შიშიც გაქვს ამ დროს რა და ამიტომ შეიძლება არ გამოვიდეს ზუსტად. კი ყველაფერი გამოდის და ცხადდება. კარჩი ასია, მაგრამ მე ვიძახი აი შენ საკუთარ თავზე რო შლი, ხო? და შენ საყვარელ ადამიანზე, ხო, ყველაფერი შეიძლება ისეთი სიზუსტით არ გამოვიდეს, იმიტომ რომ შენი ემოცია აქაც ანუ უნდა იცოდე ემოციების ფლობა. რა კარგი ის არის, იოგებს აქვთ. თუ შენ ესე იგი აღელვებული შლი, ყველა ვარიანტში არასრულფასოვან, არასწორ ინფორმაციას მიიღებ და ვერც გაიგებ თან ბოლომდე სიმართლეს. აი ეს კარტი არის წასვლა. აი ამ ცხოვრებიდან წასვლა. ეხლა ამ შემთხვევაში რაც ვთქვი, ის ამ პირველ ვარიანტს არ უჩანს. მაგრამ მთლიანი სურათი აი ამისა, ანუ ვალები სიდუხჭირე, გამოუვალი მდგომარეობა, სტაგნაცია, გაჩერება, იგივე რაღაცას ელოდება და არ მოდის ეს შველა და ბოლოს წასვლა. ანუ აი ხა როგორ შეიძლება იყოს ეს კარგი. მაგრამ წასვლა ეს ნახეთ რა არის, როგორი სიტუაცია იცი, აი დამთავრება რა. ეს არ არის ხა გარდაცვალება ამ შემთხვევაში, მაგრამ როცა ეს კარტი ამოდის იმ სხვა კარტებთან ერთად, ყველა ვარიანტში გეუბნება, რომ ანუ მიდის ადამიანი ამ ქვეყნიდან. ეს ჯერ არ მიდის. მაგრამ, ცუდათაა აქ სიტუაცია. და აქაც ბალანსია დარღვეული და აქაც აჩვენებენ მის ვალებს. კარმიულია ეს თუ იგივე აკაური, ხო, ბანკების, კრედიტების თუ ადამიანების ვერ ახერხებს ეს ადამიანი. არ ვიცი ხა ეს კონკურენტია, ბიზნეს პარტნიორია თუ ვინ არის, ხა ბევრი უყურებთ ხო ამას. ყველაზე საჯარო გაშლა ხო ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ თუ ასეთი ანუ ვიღაცა არის თქვენ ცხოვრებაში, არა კეთილმოსურნე კონკურენტი, იგივე ყოფილი პარტნიორი ან რა ვიცი ვინ. აქ გამოუვალი მდგომარეობა და ან თქვენი ცხოვრებიდან, ან იმ სიტუაციიდან, ან იმ ბიზნეს, არ ვიცი, წასვლა რა. წასვლა არ მიყვარს თქო ეს კარტი. მოკლედ, არასახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ყველა თვითონ ირჩევს მის ცხოვრებას. მან თავისი მოქმედებით ჩაიგდო ასეთ სიტუაციაში თავი. ამ შემთხვევაში არავის ბრალი არ არის. ყველამ თავის თავს დააბრალოს და მეორე ვარიანტთან გადავედი, რა მდგომარეობაშია თქვენი არაკეთილსურველი ამჯერად. აი რა მდგომარეობაშია. აბნეული, დაბნეული მოდებული 1000 რამეს. აქ ამოდის სამართლიანობის კარტი ამ შემთხვევაში the justice, რაც ნიშნავს იმას, რომ სამყარო სამართლიანად უგზავნის ამასაც, რა ვიცი, აქ რაღაცა საბუთები, რაღაცა ადვოკატი, რაღაცა ესეთი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, თვითონ, ანუ უნდა რომ გაიმარჯვოს, მაგრამ არ გამოსდის. მოდი ერთ კარტს კიდე დავამატებ, რაღაცა ან რაღაც სახელმწიფო სტრუქტურასთან აქ რაღაც ან სასამართლო აქ, არ ვიცი, და ამ შემთხვევაში, აბა, მეორე ვარიანტი. რა მოხდება? პრობლემა აქვს რა, მოკლედ. გაიმარჯვებს? არა, ვერ გაიმარჯვებს, თუმცა დანგრევა აქვს, ნახეთ რა. ანუ ეხა რაც ამოდის გეუბნებით. რაღაცა იმედი ქონდა ვიღაცის, რომ დაეხმარებოდა. ეხლა აქ ვარიანტები კიდევ ერთხელ შემიძლია მე ვილაპარაკო დაუსრულებლად, ძალიან ბევრია, არის საჯარო გაშლა. მაგრამ პირველი რაც მოდის, ხო? ბევრ სიტუაციაში არის გახვეული,
ამოდის სამართლიანობის იგივე the justice კარტი, რაც ნიშნავს, რომ ან სახელმწიფო სტრუქტურა, ან იგივე სასამართლო, ან რაღაც ადვოკატი, ან რაღაც, არ ვიცი, იუსტიცია, რაღაცა, ხო, საბუთები, აი რაღაცა პრობლემა აქვს ამ ადამიანს და ელოდება ვიღაც კაცს, ვიღაც ადამიანს ვითომ რომ ეხმარება კონკურენცია საუბარი, ხო? ან ბიზნეს პარტნიორი, ან არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ზემოდან ასევე ამოდის the judgment განკითხვა, ანუ ზემოდან, ესე იგი ეს ამ ადამიანმა არ ვიცი რა დააშავა, იმიტომ რომ აქაც მარტო მატერიალური ვალებზე არ არის აქ საუბარი, აქ არის თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე იმ დაგროვილ კარმულ ვალებზე. ამიტომ ამოდის ეს კარტი, ანუ უზენაესი სასამართლო, ხო? სამსჯავრო და დანგრევა. ყველაფერი ზემოდან. ნახეთ, ზემოდან ხდება, ჩვენ ვერ ვმართავთ ჩვენ ცხოვრებას ისე. ეს ჩართვები და ეს ყველაფერი მოდის ყველაფერი ზემოდან და აქაც ამ თქვათ თქვენს არაკეთილ მოსურნეს იგივე რა ვიცი, მტერს ვერ დავარქმევ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რა ვიცი, ჩემ მტერს რო არ უსურვებ ისე, მაგრამ კონკურენტს თუ რა ვიცი, ვის არ აქვს კაი მდგომარეობა, დანგრევა აქვს, ტოტალური ამასაც. ანუ ეხა კიდევ ერთხელ რა მინდა ვთქვა, გასაგებია, რომ ჩვენ ეხა წმინდანები არა ვართ და ვერ მიუტევებთ ისეთ რაღაცეებს, რაც, ანუ როცა ადამიანი საერთოდ არაფერში არ ხარ დამნაშავე და შენ ესე იგი ან ბრალს გდებენ, ან იგივე გამწარებენ, ან გაზარალებენ, ხო? სხვები, ბიძახი. ან რაღაც ისეთ სიტუაციაში ხვდებით, რომ ნუ აბსოლუტურად დაუმსახურებლად იღებთ იმ სხვა ადამიანისგან რაღაც წყენას თუ რა ვიცი რას. გასაგებია, რომ ეს ძალიან მტკინვეულია და ამას ჩვენ ახლა ესე ვერ აპატიებთ ხელგულზე, შეიძლება შენც აყვე და ანუ შეუკურთხო რომ იტყვიან, ადამიანური ბუნებაა. გაბრაზდე კიდევაც, გაცეცხლდე კიდევაც, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ თავი შეიკავოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ დღეს უკვე სამსჯავროზე აყვანილი ეს ყველა თითოეული ადამიანი უკვე რა განიხილება მათი ყველას ცხოვრება და ეხა ჩვენ რო ძალიან გავგიჟდეთ, ხო, აღარ არის საჭირო. ზემოდან ყველაფერს უკვე აქვე და ძალიან სწრაფად, ნუ გონიათ რომ ამას დრო უნდა უსრულებენ და არავის შერჩება აი ზუსტად ის სიბოროტე, რასაც აკეთებენ. ანუ რა ვიცი, ესე არის, უნდა დაბალანსდეს ყველაფერი და ძალიან გადააჭარბეს იმ ბნელებმა და ეხლა უკვე თვითონ დედამიწა ადის მაღალ სიხშირეებზე და აღარ გამოუვათ იმ ადამიანებს, ისინი უბრალოდ გაიხვეტებიან. და ბოლოს რას გვეტყვიან ჩვენ, რომლებმაც ვთქვათ, გადავიტანეთ ტკივილი, წყენა, დაუმსახურებელი, რა ვიცი რა, გულგაცრუება, მოტყუება, ღალატი, აი ესეთი ამდაგვარი რაღაცეები, აი იმ ადამიანებისგან ჩვენ რითი დაგვაჯილდოვებს და ჩვენთან რა კომპენსაცია მოვა, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი. გზა გაგვეხსნება. გამარჯვების ახალი რაღაც დაწყების საქმე იქნება ეს თუ რაღაც პერსპექტიული საუბარი თუ შემოთავაზება და თვითკმარი ქალები ვიქნებით. აი ყველანაირად კმაყოფილები ჩვენი ცხოვრებით. ნუ ეხლა ქალები მე ვთქვი უბრალოდ სიტყვა მოიტანა. შეიძლება მამაკაცებიც მიყურებენ. არ არის პრობლემა. ეხლა ამას სქესი არ აწერია, არც ქალია, არც კაცია, ხო? უბრალოდ მე ვიცახი, რომ აი თუნდაც მამაკაცები მიყურებდნენ, თვითკმარი, ანუ რას ვიტყვი, კომპენსაცია მოდის თქვენთანაც, როგორც ქალებთან, ასევე კაცებთან, ის რომ ყველაფერი გექნებათ რაც გინდათ და უფრო ფინანსური, მატერიალური მხარე გამოგეკეთდება თუ გაუმჯობესდება, ანუ ფეხზე დადგებით, ანუ კომპენსაცია უფრო ასეთია. გზა მოდის თუ ვინც
აპირებდით სადმე წასვლას ან რაღაც არ გამოდიოდა, გზა გაქვთ, გეხსნებათ გზა და პლუს შეიძლება ეს იყოს ცხოვრების გზა, რომ დაგაყენათ ღმერთმა აი ესეთ არჩევანის წინაშე, კეთილსა და ბოროტს შორის და თქვენ უნდა აგერჩიათ და შეიძლება იწვნიეთ კიდევაც და გაიგეთ იმ წარის გემო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა ტკბილი გვინდა რა თქმა უნდა დესერტად და ამაზე მიდის ახლა საუბარი მალე ძალიან და აი იმ თქვენ ტკბილ რო იტყვიან მარწყვიან ტორტს ბლუდოჩკაზე მიიღებთ ძალიან მალე მოკლედ არ გაბრაზდეთ მიუტევოთ ჩვენ მტერებს და არაკეთილ მოსურნეებს ღმერთმა ხო იცის მათ რა უნდათ და ღმერთმა ხო იცის რომ ჩვენ ვართ მართლები ამიტომ ღმერთს მივანდოთ ეს ყოველივე და ჩვენთვის ვითხოვოთ აი ესეთი მრავალფეროვანი ლამაზი და რო იტყვიან აყვავებული ცხოვრება ყველა ფრონტზე როგორც პირადზე ასევე ჩვენს პირად ცხოვრებაში ურთიერთობაში და საერთოდ ბიზნესია კარიერა სამსახურია აი რაც ფინანსურადაც რო ვიყოთ აყვავებულები და რატომ იმიტომ რომ ჩვენ ეს დავემსახურეთ დიახ დამილაიქეთ თუ მოგეწონათ აბა თქვენც